ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი 4 ივლისი აღნიშნა. დამოუკიდებლობის 250 წლის შესრულებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული ხეივნის ტერიტორიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და გამოუცხადა, რომ ამერიკული ოცნება დაბრუნდა და რომ იგი ახლა უფრო ძლიერი, დიდი და ნათელია ვიდრე ოდესმე. მან მოკლედ ვაშინგტონის სამხედრო ოპერაციებზეც ისაუბრა. ახსენა ვენესუელა, სადაც იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს და ირანი, რომელთან ომშიც დონალდ ტრამპის თქმით თეირანის სამხედრო ძალები განადგურდა. ჩვენი აღზევება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ და გავლენიან სახელმწიფოთ ისტორიული შემთხვევითობა არ ყოფილა. ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადისას ჩვენი სამხედრო ძალები აღვადგინეთ. ისინი ცოტათი გამოვიყენეთ და ვამბობდე მესამე ვადაში მეთქი, მაგრამ ასე არ მოვიქცევი, რადგან პოლემიკა არ მინდა. თუმცა ჩვენის გამოვიყენეთ და უზარმაზარ წარმატებას მივაღწიეთ. შეხედეთ ვენესუელას, შეხედეთ ირანს. გავანადგურეთ, მათი სამხედრო ძალები გავანადგურეთ. დღეს დილით ამერიკის 250 დაბადების დღეზე ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის თავზე ახალი დროშა აღიმართა და ამ საღამოს მას წარმოგიდგენთ როგორც დროშას, რომელსაც მალე ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე დაბრუნებისას აღმართავენ. დონალდ ტრამპმა კომუნისტების მისამართით კრიტიკაც განაახლა. ასე იგი ხშირად შიდა პოლიტიკურ ოპონენტებს მოიხსენიებს. ჩვენი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა ბრძოლის ველზე კომუნიზმის წინააღმდეგ იმისთვის არ იბრძოდნენ, რომ ეს საფრთხე კვლავ აქ, ამერიკაში დაბრუნებულიყო, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. სოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით ამ ქვეყანაში სიტყვისა და რელიგიის თავისუფლება. კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მე არც ისე კარგად მომექცევი. თუმცა ამაზე არ ვისაუბრებ. და ასევე იარაღის ფლობისა და ტარების უფლება. პრეზიდენტად ყოფნის თითქმის 6 წლის განმავლობაში კონსტიტუციის მეორე შესწორებას ძალიან მტკიცედ ვიცავდი. მისთვის არაფერი დაუშავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი არ ყოფილა. ჩვენ მას ძალიან მტკიცედ და დიდი სიფრთხილით ვიცავთ. თაობების განმავლობაში ამერიკელები იბრძოდნენ, სისხლძღვიდან და სიცოცხლეს წირობდნენ არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს უფლებები დაეცვათ, არამედ იმისთვისაც, რომ ისინი ყველა რასის, რელიგიის, კანის სფერისა და აღმსარებლობის მქონე მოქალაქეებამდე მიიტანათ. რადგან ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ერთი ოჯახი ვართ, ერთი დროშით. ეს თქვენ ამ საღამოსაც აჩვენეთ და როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაცია გვეუბნება, ჩვენ ყველანი ერთი, ყოვლის შემძლე ღმერთის ხატად ვართ შექმნილი. კომუნისტი კი ამას არასოდეს იტყვის. ეს ნამდვილად ასეა. პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, რომელიც ქარიშხლის გამო ცოტა ხნით გადაიდო, ვაშინგტონის ცაზე ფოიერვერკი გამოჩნდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით მილოცვები მსოფლიოს ლიდერებმა, პოლიტიკოსებმა და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებმა გაუგზავნეს. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე.